ჩვენ ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia, ჰიპერმარკეტი მოდუსი და ფორდილერი. გამარჯობათ მეგობრებო, არხემოწერობა კარგო ხარხნო. გამარჯობათ. კიდევ ერთი კულინარიული ვიდეო გადავიღოთ ბატონო დავით. ამ მაგიდას რამდენი ამბავი ახსოვს, ა? მოდი აქ, მოდი, რუფუს. მოდი. რამხელა. ხო და ჩვენი ძაღლია. გავაკეთოთ საქონლის ხორცისგან მაგარაკაცა. წამოდით. ჩვენ ახლა იმის საშუალება გვაქვს, რომ მაგიდა უკვე გარე დავტოვეთ და აგუმელი გვინთია. მოდი ბატონო ვანო. რა кайსით. რა кайსით. მაგარი. აი ეს. მოდი ახლა ეს ავანთოთ ჩვენი ჯადოსნური ფანარი. Nice. მოკლედ, ბატონო დავით გამოვაკეთ. შეგიძლია ხუდი მოიხატო. მართალი ხარ. გარეთ ცივა. ზამთარი დაგიდგაი. ჭახჭახა. ჭახჭახა სიცივია უიტყვენ ეგეთია რა. ოდაი მაგანიცი ძალიან ისე შეთრევ ადამიანის. სახლია რა. ჰა? ესა? ეს არის ბიჭო, აი ოფიციალურად სახლი გვაქვს რა. თანს თუ დაუგმანე ყველაფერი. ეს თქო აღარ შემოს. ასე რომ ეს და ახლა რა გვინდა? გვინდა ჩვენ აი ესეთი საქონლის ხორცი, აი შეიძლება ღორის უკი იყოს, მაგრამ ისეთი საქონლის ხორცი იყო. აი მართლა მომეწონა და გადავწყვეტი ამითი გავაკეთო ეს საჭმელი. ხო, კიდე მინდა რომ გათამაშება ჩავატაროთ. არ ვიცი ეგ როგორ მოხდება, მაგრამ ამ ვიდეოს ქვეშ დაწერეთ კომენტარი 4 სიტყვიანი მაინც რა, მინიმუმ 4 სიტყვიანი კომენტარი მაინც დაწერეთ. ვიდეო რო დაიდება 1 კვირის შემდეგ მე იმას სპეციალურ პროგრამაში ჩავაგდებ და ამოვაგდებს გამარჯვებულს. გამარჯვებულს და მონაწილეობა უბრალოდ კომენტარი უნდა დაწერო. ერთი კომენტარი უნდა დაწეროს 4 სიტყვიანი მაინც. და არხი არ უნდა ქონდეს გამოწერილი? არა, არხი თუ არ გამოიწერა, კომენტარს ვერ დაწერს. ასე რომ ვერ დაწერს. არ ვიცი, ნუ არხი თუ არ გამოიწერე და ეგ ხო რა ცუდი იქნება. მოკლედ, ვინც გაიმარჯვებს, აქ წამოვიყვანთ, აი აქ დავსვავ ჩემ გვერდზე და ბატონ დავითთან. თუ ვიღაცა მოიგო, ორნი წამოვლენ რა, ეხლა მარტო ხო არ წამოვა რა. რომ ვიღაცა ცოცხლ ნახინახი გააჩნია ვინ მოვიჩა. ხო, რა ვნიშნულობა. მოკლედ, პირობა იქნება ესეთი რა, რომ ვინც გაიმარჯვებს, უნდა ჩამოხვიდე თბილისში რა. ანუ თბილისიდან გავდივართ. მოკლედ, აი ეგეთი რაღაცაა. თუ ბათუმელი ხართ არაუშავს კაცო, ზაფხულში ბათუმში დავდივარ ხოლმე, თქვენც ახლა ზაფხულში აქეთ ჩამოხვალთ. მოკლედ, აი ეგეთი გათამაშება. ყველას წარმატებებს გისურვებთ. მოკლედ, ხორცი იღებთ ესე, აი ესე. და ეს სასურველია რომ აი ესეთი ისინი გააკეთოთ. ხორცის ნაჭრები რა. აი ეს ერაძე და მეტია. აჭერით. ძალიან გემრიელად გამოიყურება. ხორცი. ო, აი ეს. შეხედეთ როგორი რაღაცა ეს კაია საქონლის ის მეორე ნაჭერი. კულინარიულ ვიდეოზე დაგპატიჟებთ. თუ თქვენ გექნებათ იმის ნიჭირო, თქვენ გააკეთოთ, მობრძანდით, გადავიღოთ. თუ არა და მე გავაკეთებ, გაგიმასპინძლდებით. უნდა რა ვიცი, ერთი კაი ხო და ეს კიდე რა ქვია. მაყურებლის როლში აქ არ იქნებით. აქ იქნებით ჩვეულებრივი მონაწილე, როგორც ბატონი დავითი. აი ეს. ეს არის კაი ხორცი. უბრალოდ ნაწილ-ნაწილ დაიშალა, ეს არ გვინდა. აი 1 2 3 4 5 ნაწილი გვაქვს. ეხლა ბატონო დავით. საჭმელზე გამახსენდა. აი სულ მაინტერესებს. აი შაურმა სხვა ესე ხორცი ჩამოწვა. როგორაც მე როგორი აი ესე ჭრიან ხორცს.
რაღაც გოლჯი ასმენ და მე არა. ტყლად აჭრია, გამიგე და ის ხო არის იქით შამპული. ჩამოცეს მარტო აქეთ ამხარე. მერე მეორე ნაჭერი ჩამოცეს აქეთ ამხარე. და ესე მოყვებიან რა, მიგე რო შეხედავ გოლია რო ერთი მთელი სინამდვილეში ესეთი ნაჭერი. მაგრამ მე ერთხელ ნახე რაღაც ესეთი ჯოხი იყო და ჩამოცმული ქონდა ხორცი და მიქონდა. ან სად მიქონდა ეგ ხორცი? არა, ეხლა მე ნამდვილად არ ვიცი, შენ რა ნახე. მაგრამ ყველა ვარიანტში ამას მე აი ეს ნიოს უზამ, ეს არის საქონლის ხორცი. დავავლე ცოტა პაპრიკას. ესე შავი პილპილი ბევრი არ უნდა, ორი მხრიდან. მარილს დავავლე რა საკვირველია ესე. შევამზადებ რა. ეს იქნება ბატონო დავით საჭმელი ყუმბარა. ყუმბარა? მოდი ეგრე დავარქოთ რა, კულინარიული ყუმბარა. სადაური ის არის ქვია? ქართული კულინარიული ყუმბარა. ამა ჯარში ვაკეთებდით ხოლმე, როცა რამე უპატრონო ძაღლს დავიჭედით და დავკლავდით, იმიტომ რომ ისეთი გაჭირვება იყო შვილო, საჭმელი არ იყო. ძაღლზე ხუმრობენ ძაღლებს. ძაღლი ჭამი არ გამისაკნათ. ოდა? მე ეგრევე დაგარქმელი ჩინელს. რა გინდა ჩინელებზე? ძაღლებს ჭამენ. რატო კორელები საჭამენ ძაღლს? მაშინ კორელი. იცი რა არის, ძაღლი არის გონიერი ასება და ძაღლის ჭამა. განა მარტო იმიტომ არ შევჭამ რომ ცხენს და ძაღლს რო აი თქვათ მეზიზღება. ერთხელ ვიყავი ჩინურ საიტზე, რა ქვია, რაღაც ნიუთებს ვეძებდი რა. და იყიდებოდა შემწვარი ძაღლი. ინტერნეტში შემწვარი ძაღლი იყიდებოდა. მე რეიღებთ აი ესეთ კარაქს, უყურეთ, აი ეს ხო გააკეთეთ ეს. კარაქს ჩადებ თამაში და გააკეთეთ კულინარიულ ყუმბარას. აი ეს. არ ვიცი როგორია. არ ვიცი როგორია. ეს ისე დაკეცეთ. ყურეთ რომ გვერდებზე ეს რო ადუღდება შიგნით კარაქი. ეს მთელი ამბავი რაჩიკ ჩავყარე. ნიორი და კარაქი რო გადება ამ კარაქის წვენში უნდა მოიხარშოს, რომ გახდეს ძალიან გემრიელი. აი ესეთ ოთხკუთხედს გააკეთეთ. ნუ ფორმაზე ახლა ნუ შეგიძლიათ სამკუთხედი გააკეთოთ. მოკეთ აი ესეთ რაღაცას გააკეთებთ. ახლა მე ყველა ნაჭირისგან დავამზადებ აი ესეთებს. და საქონლის ხორცი კარაქში აი ესეთ მდგომარეობაში წვარი ძალიან გემრიელი ბატონო დავით. ოღონდ მართლა გემრიელია რა. ვერაფერს ვერ შეადარებ. აი რო თქვა რომ აი ეს იმას აგავს, ამას აგავს, არაფერს არ აგავს რა. არის მოკიდე ამას ხელი. რა იყო შვილო, კიდე კაი, ხო არა მე არ გიქაი, ხო ნუ გაიგავდი რა, რა ჩაფილი. გიჟი სალოცავად გაუშვიდა შუბს გაიხეთქა, შენი საკითხია. მოკლედ. ეხლა მე ამერს დავამზადებ. და მე შევუძახებ ღუმელში და დრამატულ მომენტებს გაჩვენებთ. ამასაც გადატრელება, არც გადმოტრელება, არც გახსნა, არც გამოხსნა, გამოიღეთ პირდაპირ და გაჩვენებთ რა გამოვიდა. აი ესეთი ყუმბარები გამოვიდა. კულინარიული ყუმბარები გამოვიდა და ბატონო დავით ეს ჩვენ დავალაგოთ ტაფაზე. ვატაკოთ არც არ ვატაკოთ, უბრალოდ ტაფაზე დავალაგოთ. ესე ეხლა ვიღაც მავანმა შეიძლება თქვას, რომ კაციც გამოვიდა. არა, მამაცხონებულობაო, ტაფაზე არ დაგებოთ. ისა პირდაპირ ტაფაზე დაგა და ფოლგაში, ფოლგა თუ რა ქვია, ალუმინის ფურცელში არ გაგეხვიეთო, მაგრამ მე თქვენ გეტყვით, რომ ტაფიდან ეს ყველაფერი აორთქლდება და თვითონ იმაში, რა ქვია, ალუმინის ფურცელშია შეხვეული და ვერსად ვერაფერი ვერ გაიქცევ, ახლა ეს გაცხელდება, კარაქი ჩადნება, საქონლის ხორცი ნაკლებად ის არის, რა ქვია, ქონიენია. გამოდის უგემრიელი ეს რაღაცა და ამას მე გაჩვენებთ. აი ახლა ეს კარგად გაცხელდეს. ბატონო დავით, მანამდე ჩვენ ჩაი ჩავუხდათ. მოცვის. არა, მოცვის არა, რაბარისი? კუნელი ჩაი. შავი კუნელი ცოტა მომჟავოა, წითელი ცოტა მოტკბოა. ჩვენ ავიღოთ ორივე ჩავყაროთ და ერთი ცალი ის ჩავაგდოთ იქ. რა ქვია? ასკილი. ასკილს თავისი მუღამი აქვს რა. ოღონდ შარდენია და მაინცა და მაინც ნუ გაერთობი. თორე შეიძლება ღამე რამე იაღლში გაიგოროთ. მოკეთ ახლა ეს გაცხელდება, შეიწובה, დაიწყებს შეწვას და ამოვალაგო და ვნახოთ რა გამოვიდა. აბა ჰი.
მოკლედ მეგობრებო, ეს ამბავი შეიწვა რა. ანუ ყველა ვარიანტში მგონია რომ შეიწვა. საერთოდ თუ გინდათ რომ ეგ აკონტროლოთ, ხო, გაზქურაზე უნდა გააკეთოთ, მაგრამ რა ხან გაზქურა არა მაქვს. ჩვენი წინაპარის უაკეთებდა ყველაფერს ცეცხლზე. აჰა. მოდი ჯერ ესეთი ცალი ამოიღოთ. ამ ბატონო დავით და ვნახოთ. რა ხდება? რა ხდება? რა გამოვიდა? გამჭირვალე ფოლადის ნაჭი. ის სუნია სერიოზული. უსერიოზულეს. ხორცი ნახე რა ნერი გამო. ჭლეა სულ. საქონლის ხორცია და იმიტომ არის ესეთი. არა ნახე როგორი წვნიანია, აი. ხო, მიყვარს. წვნიანის მიყვარს და მჭლეც. აი ეს გადაიღე. ამას მე დავაწვევი და წესიქიდან და წვენი გადავიდეს ცოტა. მაგარია. იგი დავიღე. თუ ცხელია. ბატონო დავით, ჯერ შეიცადეთ სანამ წავიყვათ, მათქამევინეთ. ცხელია. 2 სიტყვა. მოდი პური. მაიც. გადავტეხოთ. მედი შენეკენი მე მანამდე ვიმოსკავს. შარვალ კოსტუმი სწორი სიტყვა? არა. შარვალ კოსტუმს როცა იძახი, გამოდის რომ 2 შარვალი გაქვს და 1 პიჯაკი. მაგას იძახიან ბნელი ხალხი. და ის ბნელები შარვალ კოსტუმს იძახიან შარვალ კასტუმი. თუ იძახი შარვალ კასტუმი, კასტუმში შედის პიჯაკი და შარვალი. თუ შარვალ კოსტუმს იძახი, ესე იგი გაქვს 2 შარვალი და 1 პიჯაკი. გაიგე? და ჰალსტუხი არა გაქვს, იმიტომ რომ ისეთი ოტროველა ხარო რა ოხრად გინდა. ჰალსტუხი. გვარი თუ ასე რომ ეგ არასოდეს არ. გვარი თუ ჰა? გალსტუხი თუ ჰალსტუხი. ჰალ. გუს ეძახიან და მეც. გალსტუხს ეძახიან რუსები. ჩვენ ახლა ქართველები ვართ ჰალსტუხს ეძახით. ეს სასიეთის გვენოა. აი გენერალი მაზნიაშვილი რომელიც სოფლიდანაც იყო იქიდან. ეხლა არ დაგვიახოთ ღარიბულის უფრა გაქვთ, მაგრამ ამას ისეთი სუნია. შეიძლება ჩომჩუმათა ჭამ ბიჭო. პუნი ჭამ. ხურც არა ჭამ? მომე მე ვიმკამ. აჰა. ამითი გამომართვი. აჰა. ცხელი კი არა, კოლები არა, მაგალითად გოჭო. უმცირესე გემო აქვს. არც. ჩანგალი გაიგუნა რა. ზემოდან ჩააფინდი ეგ რა უბედურობა. ხაშლამა ხო ყველას გიჭამიათ. ხაშლამის გემოც არა. და აი ეს რას მოვაყარე ყველაფერი იმ სუნელების კეთილშობილი გემო აქვს თავისი ნიურიც კი იგზნობა. ეს გინდა ცივიჭამეთ. გინდა ტყემალთან და გინდა ტყემლის გარეშე. ძალიან მაგარი. ძალიან უცნაური საჭმელია და ძალიან გემრიელია რა. გააკეთეთ, ვინც გააკეთეთ, მომწერეთ, თუ არ გამოდგა მართლა მაგარი დამგმეთ. მაგრამ დათუჩ ხო ძალიან მაგარია. ამ ჭიქით ჩვენ სამშობლოს. რაცა? ძიმე დღეები უდგას, ახლა მერთმა გაგვატაროს რა, აი მახიძე გაგვატაროს რა. ბევრჯერ გაგვიურე ახლა. გული არ უნდა გაგვიხეთქოს რა. ვერც ამითი და ვერც იმითი. ასე რომ ბატონო დავით ჩვენ სამშობლოს გაუმორჩოს. ამინ. და გადაატაინოს აი ეს ბნელი ღამე. როცა ძალიან ცუდ არის საქმე. ზუსტად რო არ უკვე კარგად წავიდეს, გაიგეში? ცხოვრება ზებრასავით არის. თეთრი და შავი ზოლები, ან შავი და თეთრი ზოლები. მოკლედ ვერ გაიგებთ რა. თეთრ ზოლებს გაუმორჩოს მეგობრებო ჩვენ ქვეყანაში. ამინ. ოახ ეს რა იყო თუ? ეს გააკეთე ძალიან ადვილია.
სტარტაპ არ უნდა ბოლო სახში ღუმელში თუ ტყეში ხარ ცეცხლში ჩააგდეთ. ოღონდ ეს კარგა შეკარეთ რომ წვენი არ გადმოვიდეს და აი ეს კეთილშობილი სითხე და სუნი არ დაიკარგოს. ვინც კიდე გადამაში მოიგებ, ყველას გილოცავთ, აი დავსვე და კაი პური ვჭამოთ. კარგად ვზანდებოდეთ შემდეგ ვიდეოდე.